უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია. და ეს იმისთვის ვამბობ, რომ ძალიან ბევრს ეცადა ჩვენი მტერი საქართველოს რუკიდან ამოშლას და ახლაც ცდილობს და სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებს. აი ხა გუშინ და დღეს სტარდება ჩვენი ელჩების შეკრება. თითქმის მსოფლიო ჩამოყავს ყოველწლიურად ელჩები და ყველა ქვეყანა ამას ატარებს, ჩამოყავს თვითონ ელაპარაკება, თვითონ ეკითხება რჩევას, თვითონ აძლევს ინსტრუქციებს და ხა როგორც წესი ეს არის ჩვეულებრივი. წარმოგიდგენთ, საქართველოს ელჩების შეკრება სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენი ამბასადორია. ესე გამოსვლელების სია როგორ მივიღეთ ამ დღეებში. ნატოს გენერალური მდივანი, შვეციის, არგენტინის, პოლონეთის საგარეო მინისტრები რამდენიმე 10,000 კილომეტრიდან ჩამოვიდა იქ ფიჯის საგარეო მინისტრი. ესე იგი, მთელი მსოფლიო ჩამოვიდა იმისათვის, რომ ჩვენ ელჩებს მიცეს რჩევა და უდგეს გვერდზე საქართველოს რაღაცაში დაეხმაროს. რამხელა გლობალური რაღაცა გახდა ჩვენი ტერიტორიულად მართლა ძალიან მცირე ტერიტორიული ქვეყანა. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა არის საქართველოში, რაც მის სრულიად განსაკუთრებულობას უსვავს ხაზს და პირველ რიგში ეს არის ის მიღწევები, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. მაგრამ იმ პირობებში, როცა უამრავი პრობლემა დაკავშირებით გაჭირვებასთან, ხალხის პრობლემებთან, იმასთან, რომ ადამიანებს ელემენტარულ რაღაცები ჭირდებათ, იმ ხელა რაღაცები გვაქვს. გაკეთებული, რაც ამდენ ქვეყნის ხალხს, ამდენ ქვეყნია ჩამოყავს ხალხი, რომ ამისგანაც ისწავლო. და მით უმეტეს ჩვენ მით უმეტეს ბევრად მეტ უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გადაითარგმნოს იმაში, რომ ეს გაჭირვება და ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს, პრობლემები გადაილახოს მომავალში.